წმინდა პეტრეს ტაძარი რომის 4 მთავარ ბაზილიკათა შორის რანგით მეორე ტაძარია. 1990-იან წლებამდე წმინდა პეტრეს ეკლესია ყველაზე დიდი ქრისტიანული საკრალური ნაგებობა იყო. 1999 წელს დასრულდა ნოტრ-დამ-დე-ლა-პეს ბაზილიკის მშენებლობა რესპუბლიკა კოტ-დ'ივუარში და იგი გახდა ყველაზე დიდი ტაძარი. წმინდა პეტრეს ტაძარი ქრისტიანობის ერთ-ერთ უწმინდეს ადგილად ითვლება და აქ დაკრძალულია თავად პეტრე მოციქული. იგი იესოს 12 მოციქულთაგანი, ანტიოქიის პირველი ეპისკოპოსი და მოგვიანებით რომის პირველი ეპისკოპოსი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ახალი აღთქმა პეტრეს რომში ყოფნას ან იქ წამებას არ ასახელებს, ძველი ტრადიციით მიიჩნევა, რომ მისი სამარხი ტაძრის საკურთხევლის ქვეშ იმყოფება. ამ ადგილას იგი წამებით მოკლეს. წმინდა მოციქული პეტრე გალილეველი იყო ბეცაიდიდან. მას ერქვა სიმონი. ქრისტემ კი მისი დიდი სარწმუნოების გამო უწოდა კეფა, პეტრე, რაც ნიშნავს კლდეს. პეტრეს ოჯახი ცხოვრობდა კაპერნაუმში, იგი მეთევზე იყო. ქრისტიანობის ქადაგებისთვის წმინდა მოციქული პეტრე შეიპყრეს და ჯვარზე გაკვრა გადაუწყვეტეს, რადგან ჯვარცმა ყველაზე საშინელ და სამარცხვინო სასჯელად ითვლებოდა. პეტრემ ასე შეჰყადა ჯვარს. ჯვარო საშიშო და საშინელო ქრისტეს ჯვარცმამდე, ახლა კი სასურველო ქრისტიანეთათვის. ვითარმედ ჯვრიდან მოგვეცა ხსნა, მიმიღე მეც შენთან. პეტრემ მოითხოვა, რომ თავდაღმა გაეკრათ ჯვარზე, რადგან თავი უღირსად ჩათვალა, ისე გაეკრათ, როგორც მაცხოვარი. წმინდა პეტრეს ტაძრის მშენებლობა დაიწყო 1506 წელს, 18 აპრილს, ხოლო დასრულდა 1626 წელს. მის ადგილას უწინ კონსტანტინეს ბაზილიკა მდებარეობდა. წმინდა პეტრეს ტაძარი რომში მე-16 საუკუნის იტალიური ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ძეგლია. იგი აგებულია ბრამანტეს პროექტის მიხედვით, რომელიც შემდგომში გადამუშავებული იყო მიქელანჯელოს მიერ. ტაძარი შენდებოდა თითქმის 130 წელი და ამ პერიოდის განმავლობაში მის აგებაში გარდა ბრამანტესი და მიქელანჯელოსი მონაწილეობდნენ ვინიოლა, ჯაკომო დე-ლა პორტა, კალო მადერნა და ლორენცო ბერნინი. 23 წლის მიქელანჯელოს ფრანგმა კარდინალმა პიეტას შექმნა შეუკვეთა. მიქელანჯელომ ქანდაკებაზე მუშაობას 2 წელი მოანდომა. სკულპტურა მთლიანი მარმარილოსგან არის გამოქანდაკებული. ქრისტეს ჯვრიდან გარდამოხსნილი სხეული მარიამ ღვთისმშობლის მუხლებზეა დასვენებული. პიეტაში მიქელანჯელომ მარიამი საკმაოდ ახალგაზრდა გამოსახა, უმანკო მშვენიერის სახით, რომელიც როგორც წმინდა ქალწული მარადიულად ახალგაზრდა რჩება. წუხარებასა და სინანულთან ერთად მარიამის სახეს სიმშვიდე ინარჩუნებს. ემორჩილება ღვთისნებას, მშვიდია ქრისტეს გამოსახულებაც, რომელსაც მინიმალურად ატყვია წამების კვალი. პიეტა განკუთვნილი იყო ფრანგი კარდინალის საფლავისთვის. დასაწყისში ფრანგი კარდინალის საფლავზე იყო, ხოლო შემდეგ მე-18 საუკუნეში ქანდაკება ვატიკანის წმინდა პეტრეს ტაძარში გადმოიტანეს.